საღამომშვიდობის უყურებთ კურიერ 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. გიორგი ვაშაძეს 50,000 ლარიანი გირაო შეეფარდა მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გირაოს გადახსნის ვადად 20 დღე განისაზღვრა. აკვეთის დღეს ღონისძიება პროკურორმა მოითხოვა ისაუბრა მიმალვის საფრთხეზეც. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარეს ხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც. ნათია მღებრიშვილი გვერდდება მეტი ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. ნათია, აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე გირაოს გადახდას რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დასრულების შემდეგ? გადაიხდის თუ არა 50,000 ლარიან გირაოს გიორგი ვაშაძე ამის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, როგორც თავად ამბობს, ამ საკითხის განხილვას გეგმავს თანაგუნდელებთან ერთად. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიების კითხვები ძირითადად შეეხებოდა თუ რატომ არ გამოცხადდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. პროცესის დასრულების შემდეგ თავად გიორგი ვაშაძემაც გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იბარებდნენ მას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები. ტესტი იყო ძალიან მარტივი. გაიზიარებდა თუ არა სულფასოვნად ეგრეთ წოდებული პროკურატურის პოზიციას, ეგრეთ წოდებული სასამართლო. თქვენი აზრით რა მოხდა? რა თქმა უნდა, გაიზიარა 100%-ით. ამას უკვე გადავწყვეტ, როდესაც ვისაუბრებ ჩემს თანაგუნდელებთან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულს გაეგზავნა კომისიის ხდომაზე მიწვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომამდე გავრცელდა განცხადება, სადაც განმარტა, რომ ის დაბარებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, თუმცა გამოცხადებას არ აპირებს, არც გამოცხადდა, ისე მოვიდა ის დრო, როცა ის იყო დაბარებული დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. შესაბამისად, თვითონვე დაადასტურა, რომ მან აღნიშნულის თაობაზე იცოდა ჯერ კიდევ წინა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 50,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა აკვეთი ღონისძიების სახით დღეს პროკურატურამ დააყენა სასამართლო პროცესს და მოსამართლე ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მანამდე კი გუშინ თბილისის პროკურატურაში წარუდგინეს ბრალი გიორგი ვაშაძეს 359 მუხლით, რაც ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ასევე სასჯელით განისაზღვრება ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა. მადლობა ნათია მღებრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ხმაურიდან დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა რუსთაველის გამზირზე დაკავებულ სტუდენტს. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებული ახლობლების პროტესტი და მანდატურებთან დაპირისპირება მოყვა. ლევან ზაზაძე პოლიციამ 21 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დააკავა. ცოტა ხნის წინ დასრულდა ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის წინა სასამართლოს ხდომა. დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. იქამდე კი მათ მოსამართლის და სახაზინო ადვოკატის აცილება მოითხოვეს, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შემდეგ ის ხდომა 2 მაისს დაინიშნა. დაკავებულებიდან 3 ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან 5 ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, ბატონო მოსამართლე, საფუძველი იმის სავალდებულო დაცვა რის გამო ხორციელდება ამ წამს. რა თქმა უნდა, დადებას აქვს უფლება, რამდენი ადვოკატის უნდა მოიწვიოს. და იგივე წარმატებით შეიძლება თქვენს მართლობრივ სხვა ადვოკატი მოვიდეს, მაგრამ რომ არ მოვიდეს ადვოკატი, სწორედ ამიტომ არის დანიშნული სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატი, რომ არ იქნეს დარღვეული დაცვის უფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აქცილებასთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ეს იმ ფონზე, როდესაც რევანდას თომაზე მონაწილეობას იღებენ სწორედ ის ადვოკატები, რომლებიც აყვანილი ყავს ბატონ ინსაფ ალიევს, აქედან გამომდინარე, რომ მიაჩნია სასამართლოს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი. ეუთოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ოფიციალური ცნობითვე პრეზიდენტმა ყურადღება გამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს.
თბილისში მყოფი EUTO-ს გენერალური მდივანი პრეზიდენტამდე შეხვდა პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით. ამ შემთხვევაში საუბარი შეეხო EUTO-სთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს EUTO-ს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. მოხარული ვარ, რომ უმასპინძლე EUTO-ს გენერალურ მდივანს ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად. EUTO-ს გენერალურ მდივანთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის EUTO არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ოკუპაციის საკითხზე ხდება ხოლმე საკითხის დაყენება, შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, როდესაც საუბარი შეეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დეტალურად ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ერთგული პარტნიორი, რომელიც ჩართულია EUTO-ს ინსტიტუტებთან ერთად საერთაშორისო პლატფორმებზე და გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას EUTO-სთან. ბოლო ოფიციალური შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ინფორმაციის ჩალო პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს EUTO-ს აქტიური წევრია, მან დადებითად შეაფასა EUTO-სთან თანამშრომლობა. ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით, EUTO დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას საქართველოში. მხარებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე. უკვე მეორე დღეა EUTO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი. არის პოლიტიკური შეფასებების თემა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციის ნარატივთან, რომელიც ქვეყნის იზოლაციაში ყოფნას გულისხმობს. ის, რომ EUTO-ს გენერალური მდივანი უმჯობესი იყო არ ჩამოსულიყო, ღიად აცხადებენ ოპოზიციაში, სადაც აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვიზიტი ტექნიკური ხასიათისაა და ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან კავშირში არ არის. ეს არის მისი პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში. რუტინული პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში, რომელიც არის აბსოლუტურად ტექნიკური მოვლენა. ყველაზე მთავარი დასკვნა EUTO-მ გააკეთა თავის არჩევნების შეფასებაში. რომელიც არჩევნები ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერში. არ ჩატარებულა თანაბარ გარემოში, ამიტომ არავითარ ლეგიტიმაციას არ აძლევს. უნდა ჩამოსულიყო, ჩემი აზრით არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა. ესეთ რაღაცები მოხდება, გაეროს გენერალური მდივანი, გაეროს სამდივნოდან, შეიძლება ასევე ვიღაცები ჩამოვიდნენ, ოღონდ არაფერს არ თulis ეს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ნებისმიერი ვიზიტი, ეს არის რიგითი ვიზიტი, რომელიც ემსახურება, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტსაც ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი აქვს ის, რომ უსაფრთხოების ნაწილზე გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებები, ჩვენმა სტუმარმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი და ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ვიზიტი მივაბად რაიმე სახით ლეგიტიმაციის საკითხს, ეს ჩემი აზრით არ იქნება სერიოზული ჩვენი მხრიდან. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე საქართველოს სახელი შეიბღალოს და ეს ყველაფერი გაკეთეს იმისათვის, რომ როგორმე თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მათ წისქვილზე არ ასხავს წყალს, რომ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, ქართული ოცნების გუნდის წევრები ხდებიან სხვადასხვა ფორმატებში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მათ ნარატივს პირდაპირ ჩამოაქცევს, რომლის მიხედვითაც საქართველოს თურმე არის პირდაპირ შემოსაზღვრული და კავშირები არ აქვს არც ერთ საერთაშორისო თუ ორგანიზაციასთან თუ ქვეყანასთან. ეს ყველაფერი მიმართულია ისევ და ისევ ქვეყნის დაზიანების მცდელობისკენ. ჩამოვიდა გენერალური მდივანი, აღიარებასაც ნიშნავს, რასაკვირველია, მაგრამ ნორმალური პროცესია ეს ჩვენთვის, ზოგისთვის ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის ნორმალური სამუშაო პროცესია, როგორც EUTO-მ, ასევე ODIHR-მა აღიარა საქართველოს არჩევნები
გასაკვირველია მისი ჩამოსვლა, გენერალური მდივნის ჩამოსვლა. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ახასიათებს დამოუკიდებელ ქვეყანას თავისი პრობლემებით, თავისი მიღწევებით. ამასთან აჟიოტაჟის ატეხვა არის გარკვეულწილად მართლაც ისტორიკის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ სპექტრს. თბილისში გაეროს თანაკრედიტებული ელჩების დელეგაციაც დიპლომატებს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის საადმინისტრაციის ინფორმაციით საუბრის მთავარი თემები იყო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და სატრანზიტო როლი, ასევე რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები. ამავე ცნობით ირაკლი კობახიძემ ყურადღება გამოახლა გლობალური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. დელეგაცია მიიღო პრეზიდენტმაც ადმინისტრაციის ცნობით მიხელ ყაველაშვილმა გაეროსთან ბურუნდის, ნეპალის, ლესოთოს და ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა. საუბარი კი შეეხო გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ტილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია რუსი პრანკერების ზარი ყოფილ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილის გარდა ავტორებმა დარეკეს ყოფილ ომბუდსმენთან უჩან ანუაშვილთან. მათ კითხვები დასვეს პეტრო პოროშენკოს და გარი კასპაროვის სახელით. ექს-პრეზიდენტს ესაუბრნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ოპოზიციას. ოპოზიციას ახლა კრიტიკულად აკლია თანხები, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოქვეყნებული მასალის მიხედვით. Европейцы были довольно медлительны. Они говорили, что переведут деньги из правительственных программ, которые были приостановлены в качестве санкций. Масках. Какая помощь нужна? ეს თანხები მოდიოდა USAID-ისგან და ევროპული ფონდებიდან. ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. მათ თქვეს, რომ გადმორიცხავდნენ ფულს სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა და გადაანაწილებდნენ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. ამიტომ ეს კრიტიკული მომენტია. ზოგიერთი ჩვენი პროგრამა ამერიკის საელჩოდან და ევროპარლამენტიდან ფინანსდებოდა, ახლა კი ამ კანონის გამო ეს გართულებულია. იყო რიგი პროექტები ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, რომლებიც ასევე ფინანსდებოდა ამერიკის საელჩოდან, USAID-დან და დემოკრატიის სახლიდან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. რა თქმა უნდა, ამ კანონებმა სერიოზული გავლენა იქონიეს. ჩვენ ვცდილობთ ზოგიერთ კერძო დონორთან გავიდეთ კონტაქტზე. ასევე ჩვენ გვინდა უფრო აქტიური კავშირი გქონდეს ევროკავშირთან. მინდა აღნიშნო ისიც, რომ ჩვენ გვყავს არაოფიციალური დაჯგუფებები, ისევე როგორც მაიდნის დროს უკრაინაში, არიან ნიღბიანი მოქალაქეებიც. ყოფილ პრეზიდენტს რუსი პრანკერების მიერ გამოქვეყნებული მასალის ნამდვილობაზე კითხვებისთვის არ უპასუხია სალომე ზურაბიშვილმა თემაზე კომენტარი არ გააკეთა. ქართულმა ოცნებამ კი ის მწვავედ გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს ისიც ითქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თანხებს არეულობისთვის ითხოვს. პრანკერები და მათ თქვენი უბნებით, რომ ოპოზიციას აკლია თანხები და ევროპა ნელა მოქმედებს. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას? აქ აღიარება იმის კი არა, რომ ისინი ფინანსდებოდნენ საზღვარგარეთიდან და დღესაც ფინანსდებიან. იმის აღიარებაა, რომ ეს დაფინანსება გამოიყენება იმისათვის, რათა დაზიანდეს პოლიციელი, დაზიანდეს მომიტინგე, იმისათვის, რათა განვითარდეს აქ სისხლის ზღვრის სცენარი, როგორც ჩვენ ვიხილეთ უკრაინაში მაიდნის ესეთი კატასტროფულად მძიმე დაპირისპირების დროს. ამას აღიარებენ ადამიანები, ვინც მეორე დღეს ჩემულობენ, რომ ისინი საქართველოს ინტერესებისთვის მოქმედებენ. ესენი არიან ქართული გვარების მქონე უსამშობლო ადამიანები, ვინც უპირისპირდებიან სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას. და ამას ესაუბრებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. სირცხვილიათ, რომ ქართველი ადამიანი აი ამას ამბობს. საკუთარ ქვეყანაზე როცა ლაპარაკობს, აი ესეთი პროექტის და ესეთი სცენარის დაფინანსებაზე წუწუნებს, რომ შემცირებულია. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი ბრიუსელის ახალ გეგმასა და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე გამართა. მან თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს პასუხისგებლობა ევროპაზე გადაიტანოს, თუმცა რეალურად თავად აკეთებს ყველაფერს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად. მან გააკრიტიკა მთავრობის გადაწყვეტილებები, რაზეც ქართულ ოცნებაში sapasukho კომენტარები გაკეთდა. ვიზა ლიბერალიზაციის თემა, ეს არის კიდევ დაშინების ნაწილი, დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ. მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის, რომ შეწყდეს სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია. ცდილობა არის ასევე, რომ პასუხისგებლობა გადაიტანონ
ევროპაზე, ვითომც ისინი გვჟიან, არავის არ სჯის ევროპა, გარდა გარკვეულ პიროვნებებს, როცა სანქციები არის გამოცხადებული. აწყოზე და მომავალზე ვარ ჩვენ პასუხისმგებელი. ქალბატონი სალომე არასდროს ყოფილა, არც აინტერესებდა და არც კომპეტენცია ყოფნიდა, რომ რამე პასუხისმგებლობა აიღო. ის დარჩება ყოველთვის მავნებლად. პრეზიდენტის სტატუსი იყო პარლამენტში, რომ მოვიწვით. კანდიდატის სტატუსს ველოდებოდი დღე-დღეზე და გამოვიდა თქვა, რომ ესენიო ბუტაფორი არის, რასაც აკეთებ რეფორმას. ამ ქალისგან ეხა ბუნებრივია, რას უნდა ველოდო. ისევ მავნებლობას აგრძელებს და ჩადგეს ისევ. მავნებელთა ლიდერი გახდა. უსამშობლოთა ლიდერი გახდა და აი ამ სტატუსით მივაბრძანეთ თავის საფრანგეთში მერე. ეხა ეს ჟიგმანტუსები და იქ ესა რა ქვია დაფინანსებულ რეზოლუციები ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ქართველმა ერმა კარგად იცის თავისუფლების არსი და მისი ღირებულება და ფასი. ასე რომ ეხა ეს შანტაჟი და მუქარა შეინახონ თავისთვის. ფინანსთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს და მიზანმიმართულ სპეკულაციებზე საუბრობს. საქმე ეხება იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარ მაჩვენებლებს. გუშინ გამოქვეყნა მონაცემები, რაზეც მოგვიანებით რამდენიმე ექსპერტმა და პოლიტიკოსმა, მათ შორის ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ თანხებთან დაკავშირებით თვითმმართველობებს პრობლემები აქვს და დეგეგის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა. ამას სიცრუეს უწოდებს ფინანსთა სამინისტრო, სადაც აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სპეკულაცია. ამ თემაზე დღეს ბრიფინგი გაიმართა პარტია ლელოშიც. ეს ყველაფერი ასახავს ტენდენციას, ეს არ არის შეიძლება მყისიერი საფრთხის მაჩვენებელი, მაგრამ ცალსახად ასახავს ძალიან ცუდ ტენდენციას ქართული ეკონომიკური აქტივობისა, საქართველოში ეკონომიკური აქტივობისა ზოგადად. როდესაც პრობლემა დგება გადასახადის აკრეფაში, ერთის მხრივ ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა კლებისკენ მიდის და მეორეს მხრივ აჩვენებს, რომ ჩვენი საჯარო ინსტიტუტების მდგრადობა ისეთ დონეზე ვეღარ არის. ეს უსამშობლოები კიდე გვეკაჩებოდნენ ან მომისკენ და ეხლა რომ ვერაფერს გააწყვეს, ეხლა დაიწყეს მორიგი ტალღა დეზინფორმაციის და აი თურმე ეკონომიკური ზრდა, რომელსაც მათ შორის საერთაშორისო და მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ იზრდება და შევცვლით პოზიტიურისკენ ჩვენს ასე ვთქვათ პროგნოზებს, ეხლა უკვე ამას დაარტყეს ამათი ჭკუით. სიამდვილე რა არის? გადაჭარბებით გვაქვს. მაგალითად, ნაერთი ბიუჯეტი 102%-ით არის პირველი კვარტალი, ანუ იანვარი-მარტი. 6.5 მილიარდი ლარი არის შემოსული. მათ შორის საგადასახადო კუთხით 102%-ზე მეტად არის შესრულებული. და მაინტერესებთ, პოლიტიკაში ბეცები ხართ. ხალხთან ურთიერთობაში ლენჩები ხართ. ბიჭო, ეკონომიკა და ეს ბიზნესი ეს მაინც იყო ლელოს ერთ-ერთი ისა რა, ბიზნესიდან მოდიხართ და ერთმანეთს ატყუებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდე მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ შეფასების თანახმად ისტორიაში პირველად საქართველოს ერთსულზე რეალური და მსყიდველ უნარიანი ეკონომიკის ზრდით 21 საუკუნის საუკეთესო სამოულშია და ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით შეინარჩუნებს. ქვეყანა საუკეთესო სამოულში 3 მიმართულებით მოხვდა. ერთსულზე რეალური მუშების ზრდის ტემპი მსყიდველ უნარიანობის პარიტეტისა და მუდმივი ფასების მიხედვით. ისტორიაში პირველად სავალუტო ფონდის შეფასებით 21 საუკუნეში განცდილი პროგრესის მიხედვით ერთსულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით ზრდით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში გავიდა და ლიდერობა შეინარჩუნებს 2030 წლის ჩათვლით. ყოველივეს აღიარება იმის, რომ საქართველოს მიდის სწორ გზაზე იმართება ქვეყანა სწორად, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა და ხასგასასმელია 2012 წლის შინო განცდილი პროგრესი, რომლის გამოდაც ამ წარმატებას მივაღწია და საქართველოს გააგრძელებს ძლიერ პროგრესს, კეთილდღეობა გაუმჯობესდება და 2030 წლისთვის საქართველოს გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. საქართველოს ვიცე-პრემიერი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ლევან დავითაშვილი დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით საუბარი შეეხო საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსებას. აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და შუა დანაფნის განვითარებაზე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს იმ პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც ციფრული ჰაბის როლის გაზრდას.
ჩვენ მომავალში ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რაც განვიხილოთ ხელმძღვანელობასთან. ერთი მიმართულება ეს უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც გავრცელდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით. მეორე მიმართულება არის უკვე პრიორიტეტული პროექტები და პრიორიტეტული სექტორები, უფრო მსხვილი პროექტები, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან დაფინანსდება. განხილული იქნა ისეთი პრიორიტეტული სექტორები და მიმართულებები, რომელიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და როგორიც არის ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა და ზოგადად დაკავშირებადობა და შუა კორიდორის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებებით, მათ ასევე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს კერძო სექტორის პორტფელის გაზრდის მიმართულებით. შევხვდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის AFC-ის ხელმძღვანელობას ჩვენი რეგიონის მიმართულებით და ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი აფინანსებს საქართველოს კერძო სექტორთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს კერძო სექტორს შორის. საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება. შემადგენლობაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რომის პაპის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მადლიერებას გამოხატავს პაპი ფრანცისკეს მიმართ, აღნიშნავს, რომ რომში მის მიერ გადმოცემულ ტაძარში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება. ამას გარდა ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად პაპმა სიქსტის კაპელაში მიიწვია თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა. ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით. ვკითხულობთ პატრიარქის სამძიმრის წერილში. რომის პაპ შაბათს რომში სანტა-მარია მაჯორის ბაზილიკაში დაკრძალავენ. ეს თავად პაპის სურვილი იყო, რაზეც მან ანდერჩი ისაუბრა. იქამდე ვატიკანის სამძიმრის გზავნილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს. სამძიმრის წიგნი გაიხსნა თბილისში, წმინდა საყდრის სადესპანოში. პარასკევს კი თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ტაძარში აღევლინება პაპის სულის მოსახსენებელი ლიტურგია. ყველა შეუძლია შემოვიდე და დატოვო მისი გრძნობა და ასე რომ მისი გრძნობა, მისი პატივისცემის ნიშანი, მისი სამძიმარის სიტყვები, როგორ თავისუფლად ეს წიგნი მე დარჩა მუდმივად ვატიკანში ისტორიისთვის. მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის ეს ჟესტი, ვინაიდან პაპა ფრანცისკე აქ იყო, მოვიდა საქართველოში, ამიტომ დარჩა ბევრი ადამიანის გულში. რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძარში გადაასვენეს, ვატიკანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ადგილზე. ამ დრომდე რჩება შვეიცარიული გვარდიაც, რომელსაც ვატიკანის უსაფრთხოება აბარია. მოქალაქეები შეძლებენ 3 დღის განმავლობაში პატევი მიაგონ პონტიფიკოს. დაკრძალვის ცერემონია, როგორც უკვე აღნიშნე, 26 აპრილს გაიმართება. ცერემონია ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება. თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური ცნობით 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში 3 მიწისძვრა დაფიქსირდა. გრევის ან დაშაობულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. Deprem oluyor. Çok şiddetli bir deprem oluyor şu anda. Çok şiddetli bir deprem oluyor. Evet sayın seyirciler, şu anda çok güçlü bir deprem yaşanıyor İstanbul'da. Bunu yayında aktarmak durumundayız ama...
ლონდონში შეხვედრა გადაიდო ამერიკა-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო. იქამდე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დღეს არის ხდებოდნენ მარკო რუბიო და სვიტ ვიტკოფი. მათ ნაცვლად განიხილებოდა გენერალ კიტ კელოგის მონაწილეობა. New York Times-ის ინფორმაციით სახელმწიფო მდივანმა ლონდონში ჩასვლაზე უარი ზელენსკის განცხადების შემდეგ თქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ყირიმის დათმობას არ აპირებს. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ამერიკისგან ამ დრომდე არ მიუღია სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალური შეთავაზება. Що стосується нашої команди, жодного разу не чув пропозиції. უკრაინას არ მიუღია სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალური შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეთავაზებების შესახებ არის იდეები, მაგრამ არა ოფიციალური შეთავაზება უკრაინისთვის. უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას, რადგან ამას კონსტიტუცია კრძალავს. რუსეთთან მშვიდობის პირობებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც ცეცხლი შეწყდება. როგორც კი ვიწყებთ საუბარს ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე და ასე შემდეგ, ჩვენ შევდივართ იმ ფორმატში, რაც რუსეთს სურს, ეს არის ომის გაჭიანურება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით. თამაში, მოდით ერთდროულად ყველაფერი განვიხილოთ, არ გამოვა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იომებენ, დაიღუპებიან და იქნება ხანგრძლივი დიალოგი. ოკუპანტებმა უკრაინაში ავტობუსს დაარტყეს დრონებით თავდასხმას 9 ადამიანი ემცხრობლა დაიჭრა 30-ზე მეტი. შემთხვევა ქალაქ მარგანეცში მოხდა ავტობუსში საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ღამით რუსეთის ძალებმა ოდესისა და პოლტავის ოლქებსაც შეუტიეს, რეგიონებში საჰაერო განგაში იყო. დაკავებულია რუსეთის როსგვარდიის მაღალჩინოსანი. ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გენერალი ვარენცოვი თაღლითობაში არის ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. იგივე ბრალდებით ერთი თვის წინ დაკავეს ამავე ეწყების კიდევ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ღაზაში საომარი მოქმედებებია. ისრაელის ძალებმა კონფლიქტის ზონაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე იერიში მიიტანეს. სასწავლო დაწესებულება თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. აფეთქებას 10 ადამიანი ემცხრობლა. მედის მონაცემებით ღაზის მთელ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 32 ადამიანი ემცხრობლა. მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტში რეორგანიზაციას იწყებს. რუბიო აცხადებს, რომ 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტს გაუმართლებელი ხარჯები ჰქონდა. მოქმედი სისტემა კი ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე მეტად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის საგარეო დახმარება, რომელიც უსაფრთხოებასთან არ არის დაკავშირებული, რეგიონულ ბიუროებში გაერთიანდება. USAID-ის ფუნქციები სხვადასხვა ბიუროზე განაწილდება. ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკის ხმის საქმიანობის აღდგენა დაავალა. საუბარია 14 მარტს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაზე. ტრამპის ადმინისტრაციას სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საფრანგეთის პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნისა და რიგ გარეშე არჩევნების დანიშვნას შემოდგომისთვის განიხილავს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და მაკრონი ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა კონსულტაციებს მართავს. სი ძინპინმა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა. ჩინეთმა და აზერბაიჯანმა პეკინში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დაახლოებით 20 დოკუმენტი გააფორმეს. თანამშრომლობა ეხება სამართლებრივ, მწვანე განვითარების და ციფრული ეკონომიკის სფეროებს. სი ძინპინის განცხადებით, სატარიფო და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებს და ინტერესებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.
ტერაქტი ინდოეთში ჯამუსა და ქაშმირში შეერაღებულმა დაჯგუფებამ ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულია 26 ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი. ადგილობრივი მედიის მონაცემებით ტერაქტზე პასუხისგებლობა ქაშმირის წინააღმდეგობის მოძრაობამ აიღო. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ აპროტესტებს რეგიონში 85,000-ზე მეტი უცხოელის დასახლებას, რაც დემოგრაფიულ ცვლილებას იწვევს. ეს არის კურიერი 6 საათზე, რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო სამეგრელოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკავებულია 1 ადამიანი პროდუქციის ღირებულება და ახლობით 180,000 ლარია დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულისგან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 38,190 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 179,000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც საჟელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას განაგრძობს. თემაზე კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. პროგრამით ფინანსდება სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების გაზაფხული სემესტრის სწავლის საფასური. მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1900-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით უკვე დაფინანსდა 254 სტუდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების დონის აწევის მიზნით ქვეყანაში და ალბათ ერთგვარად мотивაციასაც უფრო მატებს მოსწავლეს. ქეთი კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ასობით სტუდენტ შორის, რომელმაც მერიის პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო და სწავლა 70%-ით დაუფინანსდა. მესამე კურსის სტუდენტი და მომავალი არქიტექტორი 6 სულიანი ოჯახიდანაა. ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა მისთვის დამატებითი სტიმულია. სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე და ჩართული ვარ მერიის პროგრამაში, რომელიც აფინანსებს მრავალშვილიან ოჯახებს. ძალიან კარგი შეღავათი, ანუ წლიური გადასახადი თითქმის 8,000 ლარამდეა და ანუ ეხლა გამოდის, რომ 3 სხვადასხვა დაფინანსება მაქვს. სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება. განცხადებების მიღება მერიაში 31 მაისამდეა შესაძლებელი. ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 5 მარტიდან დღემდე შემოვიდა 1900-ზე მეტი განაცხადი, რომელთაგან უკვე 254 განაცხადი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა დაფინანსდა. თუმცა ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ 1900 განაცხადი, რომელიც უკვე შემოსულია, მიმდინარეობს განხილვა და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ყველა იქნება დაკმაყოფილებული. დედაქალაქის მერია პროგრამის ფარგლებში წარმატებულ მაგისტრანტ სტუდენტებსაც დაახალისებს. ერთჯერად სტიპენდიას 400-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს. რაც შეეხება მაგისტრატებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტს აქვს ახალი დამატებითი პროგრამა, ეს გულისხმობს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მაგისტრანტებისათვის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სტიპენდიის მსგავსი მხარდაჭერით პროგრამას, რომელიც 500-მდე მაგისტრატ სტუდენტს ჩაერიცხება ყოველწლიურად გვაქვს ხოლმე ასეთი მაჩვენე. მერიის დაფინანსების პროგრამით მხოლოდ გასულ წელს 5,000-მდე სტუდენტმა ისარგებლა. მეტროს სადგურ დიდუბიზე და გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიისთვის საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შემუშავდა. თბილისის მერის განმარტებით, აქ გადაადგილება ქაოსურია, რის გამოც გეგმა მომზადდა. კახა კალაძის განმარტებით, ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. გამართულად ფუნქციონირების მიზნით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით. მოედანზე ასევე დაირგვება ხელმცენარეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს. გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში კონკრეტული ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ, ასევე მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით.
გარდა ამისა, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან დიდუბის ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის გამოყოფას და მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. 150 მილიონი ლარი ქუთაისის პროექტებისთვის სამუშაოები ტარდება ქალაქის ცენტრალურ პარკში, რამდენიმე ქუჩასა და საგანმანათლებლო ობიექტებზე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყველა პროექტი მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. გვირილობისთვის იგეგმება ქუთაისის ისტორიული ცენტრალური პარკის გახსნა. სულ მალე ქუთაისში ცენტრალური პარკი განახლებული იერსახით იფუნქციონირებს. ქალაქში მცხოვრებლებისთვის ეს ერთ-ერთი ისტორიული სივრცეა, რომელიც არც ტურისტებს ტოვებს უყურადღებოდ. პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ძალიან კარგი არის, ძალიან კაი რაღაცა კეთდება. ეს ბაღია იყო ქალაქისთვის შესანიშნავი ადგილი ტურისტებისთვის კი არა, ადგილობრივი მოსახლეობის, რა ვიცი, გასართობი. ჩვენ ახლა მე აგერ ცხოვრობ ახლოს და თითქმის ყოველდღე რამდენჯერ მიწევს გამოვლა და ადრე იყო ძალიან, რა ვიცი, არ იყო კაი მდგომარეობაში და ეხლა რაც კეთდება, ეს არის ძალიან კარგი. საზოგადოების ჩვენი საზოგადოების სამოყრის ალკია, უამრავი ღონისძიებები წარდებოდა, შეხვედრები, გაცნობები, ყველაფერი თუნდაც ბილიკები, რაც არის განლაგდება, განთავსდება, სკამები დასასვენებელი, ყველაფერი დაყვავილნარება და სულ ყველაფერი რაც ეხლა ხდება, ეს ძალიან მოსაწონია და მისაღებია პირველად ჩემთვის. პარკში უკვე დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება. მოწყობილია მედიათეკა, ადგილზე განახლდა არსებული რეკრეაციული სივრცე და შეიქმნა ახალი ვარდების ხეივანი. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქუთაისის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე პროცესშია და ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ეტაპზე არის. მიმდინარეობს დენდროლოგიური სამუშაოები, რაც მოიცავს გამწვანებას, ახალი ხემცენარეების დარგვას და ხებუჩქების. ძირითადი საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, გულისხმობს სანიაღვრე, ირიგაციის სისტემა და ასე შემდეგ. მედიათეკის შენობა ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელიც ასევე დასკვნით ფაზაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ქუთაისის ისტორიულ ქუჩებშიც, მათ შორისაა ვარლამიშვილის, წმინდა ნინოს, მარიბროსესა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა. დასრულდა 16-მდე შენობის რეკონსტრუქცია, სრულად რეაბილიტირებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზის საფარი, დამონტაჟებულია გარე განათების სისტემა. ქალაქ ქუთაისში შესაბამისად ფონდმა ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 230 მილიონამდე საინვესტიციო მიმართულების პროექტები განახორციელა. მათგან ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, როგორიც არის შეიძლება ვთქვათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის ოლიმპიური აუზი, შენგელიას სახელობის არენის სრული რეკონსტრუქცია, რეკონსტრუირდა და აშენდა რამოდენიმე ახალი საბავშვო ბაღი და სკოლა. ქუჩებზე რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემები და წყალგაყვანილობა, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანა, რათა ვიზუალური მხარე ამ ძალიან ლამაზი ქალაქის კიდევ უფრო წარმოჩინდეს და ხელშესახები გახდეს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტისთვის. ქუთაისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალური ქუჩებისა და პარკის რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ინვესტიცია 150 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის სისტემებს დგამენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ხაფანგების მოწყობა უკვე დაიწყეს. პროცესი ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 8000 მსგავსი სისტემის განთავსება. მონიტორინგიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დაიგეგმება ღონისძიებები, როგორც თერმული ნისლით, ასევე ცივი შესხურების მეთოდით. ჩვენ ამ მონიტორინგის საფუძველზე სოფლის და ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე განვათავსებთ მოიზრდა და გაანადგურა სადგურებს, რომლის შემდეგაც განთავსების შემდეგაც განხორციელდება ამ ტერიტორიების დამუშავება. მინდა ასევე მოუწოდოთ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ჩაერთონ თავიანთი საკარმიდამო ტერიტორიების წამლობითი ღონისძიებებით დამუშავებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა ძალოსნობის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში აჭარიდან რამინ შამილიშვილი და ბაქარ თურმანიძე ასპარეზობდნენ. აჭარის სპორტის დეპარტამენტი გამარჯვებულ სპორტსმენებს და მწვრთნელებს ფულად ჯილდოს გადასცემს.
მინდა ჩვენ სპორტსმენებს მთლიანად ფედერაციას ქვეყანას მიულოცო ის არაჩვეულებრივი შედეგები, რომლებიც ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა სპორტსმენებმა, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან აჩვენეს ძალიან პერსპექტიული შედეგები. დღეს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით სპორტსმენებს, ასევე დავათვალიერეთ ეს ბაზა, რომელმაც უკვე მისცა სტიმული ახალგაზრდებს და დარწმუნებული ვართ, არაერთი თაობა, წარმატებული თაობა აღიზრდება ამ კედლებში. წარმატებები მინდა უსურვო ყველა ახალგაზრდას, ყველა პერსპექტიულ სპორტსმენს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ დავაკლებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ მათი მხარდამჭერები ვიყოთ ყოველთვის. ჩადარდა მოლდოვეთში ევროპის ჩემპიონატები დიდების შორის, სადაც ღებულობდით გუნდი 10 კაცის მონაწილეობა, საიდანაც აჭარის წარმომადგენლებმა მივიღეთ 3 მედალი, კარგი შედეგი დავდეთ, ღმერთს მადლობა. შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, გონდა შანსი რომ გქონოდა 5 მედალი. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მომავალ წელს ტარდება ბათუმში ევროპის ჩემპიონატი და იქ გამოვასწორებთ ამ დანაკლისს. ნიჭერის მე-11 სეზონი დასრულებულია, გამარჯვებული ნია სტუდიო გახდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით სწორედ ნია სტუდიო გახდა მთავარი პრიზის კომპანია Atlas Development-ის ერთ-ერთი ბინის მფლობელიც. ამას გარდა მეგა შოუების ისტორიაში პირველად გამოვლინდა ნიჭერის ოქროს სპონსორის რჩეულიც. მეორე ბინა ნინა ოქროშნელს გადაეცა. გამარჯვებულებმა საჩუქრები მიიღეს რუსთავი 2-ისგანაც. ხალხის ჩვეული გავხდით და აი ძალიან გაგვიხარდა, მართლა ძალიან გაგვიხარდა. არ ველოდი სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ რა სწორია ძალიან ამაყებიოთ. ხო, და ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხის შეგვიგულშებათ კი რა. ბედნიერი ვარ, მართლა არ მოველოდებოდი, ჩემი სახელი რო დააზაღელეს, უბედნიერესი ვიყავი და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. პირველი რომ გამოვედი პირველად ნიჭიერის სცენაზე, მართლა არ მეგონა თუ ფინალამდე მოვიდოდი და ასეთ პრიზს მომწევდნენ და აი უბედნიერესი ვარ, მართლა აი სასწაულების დავიჯერე დღეიდან. ძალიან დაძაბული იყო ფინალი, ყველა ძალიან ნერვიულობდით, მაგრამ მაყურებელმა აირჩია თავისი რჩეული და მართლა ვეთანხმები მაყურებელს, ნია სტუდიო არის ძალიან ნიჭიერი ბავშვები, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ასევე ძალიან გამეხარდა რომ ნინი ორკოშნელმა მიიღო ბინა და გახდა რჩეული და მადლობა ყველა მონაწილეს, აბსოლუტურად ვინც მთელი სეზონის განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე დღის ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯიზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.